ჩვენი ამოცანა ხო არის რომ ბიზნეს მილიონი ამორჩეველი მოაკლდეს და ოპოზიციას ამორჩეველი მოემატოს. და ეს არ გაირღვევა ამ დაპირისპირ, ეს არ გაირღვევა პატა ბურჭულაძეებით, ეს არ გაირღვევა ხაბეიშვილებით და ეს არ გაირღვევა არასერიოზული ხალხით. ჩვენ თუ რეკორდებს ვამყარებთ, რამდენი დღეს გადაიკეტება რუსთაველი ზედიზედ, მაშინ დაუკავშირდეთ გინესის კომისიას და უთხრათ რომ მოდი დაგვაკვირდით, შეგვიყვანეთ რეკორდების სიაში, ნახე რამდენი ხანია რუსთაველი გადაკეტილი გვაქვს. რას ვაკეთებთ, არასწორად ხომ დაფიქრდეს ვიღაცა და მართლა ის არასერიოზული ხალხი, რომელიც ავითომ აქციებს ჩაუდგა სათავეში. აი ხალხი რომ გასაყრელია რუსთაველიდან. მართლა რა დროს ჩაისა დაიტოვეს მაიტოვე არის. რა დროს ეს არის? მთელი ეს სპეცოპერაცია იმ დღეს რაც მოხდა. ჩემი აზრით ქართული ოცნების ოფისში დაიგეგმა. და ჩვენ თუ ამას ასე არ შევხედავთ, აი ამ კრიტიკაში არ გავატარებთ. პასუხს არ მოვთხოვთ იმ ადამიანებს, რომლებიც გვეუბნებოდნენ 4-ში მოდით ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ვიცითო. გეგმას არ გაგიმხელთო. სანამ პასუხს არ მოვთხოვთ, სანამ ის ადამიანები არ იქნებიან განკვეთილი პოლიტიკური სივრციდან. ციხეში არიან ეს ადამიანები ამ ციხეში კი არა, ციხეში თავისი ნებიძია. ციხეში უნდა იჯდნენ როგორც საერთო საქმის მოღალატეები და რა გმირები. ესენი არიან თაღლითები, ვინც ეს ჩაიდინეს, ვინც გაანადგურეს ოპოზიციური მუხტი და ჩვენ სანამ მათ ციხეში გმირებად გვიზიან, ჩათლახების სინამდვილეში, მანამდე არაფერი არ გამოვა. ჩვენ თავის სახელივე დავარქვათ ყველაფერს. ჩათლახებს უნდა დაერქვას ჩათლახები. ხალხი რომელმაც დედაუტირა ოპოზიციურ მუხტს. აი ციხეში ვინ ზიან? ციხეში ვინ რამდენი კაცი არის? არა, ის კაცი არა, პოლიტიკოსები ძახმი აქტივისტებს არ უძახმენ. ნიკა გვარამია. არ იყო ჩათლახი, როდესაც 40 მილიონი შოულობდა ქართული ოცნებისგან. არ იყო ჩათლახი და ფული საიდან მოიტანაო რომ არავინ არ ამბობს. მასთან ერთად ვინც მისი პარტიიდან ჩაჯდნენ. რომელებმაც არც კი კითხვა დასვეს ბიძინა როგორ აფინანსებდა თურმე საქართველოს ბანკის მეშვეობით ოპოზიციას. ეგენი არ არიან ჩათლახები? ის ხალხი რომელიც აი ლელოს კამანდა. ნიკა მელიას გულისხმობთ, ზურა ჯაფარიძეს, ვინც ფული საიდანო ვერ ხსნის, რომელიც ძალით ჩაჯდა ციხეში რომ 4-ში გარეთ არ ყოფილიყო. ამას დამატე მედიები. აი ეს არასერიოზულობა. აი ეს კლოუნადა რაც მოწყობილი იყო ამ ქვეყანაში ყოველა არჩევნების წინ. თუ არ დამთავრდა, სუქოცები გვეყოლებიან. 45 ქოციროზის იმაში თბილისის საკრებულოში მარტო ხოცების დამსახურება არის? იმ უტვინობის დამსახურება არ არის, რაც ოპოზიციურ ველზე იყო? და მე მინდა რომ ის სულ აქ არ ჩავჭეთ ირაკლი. მე ვიცი რომ შენც გინდა აქედან გამოსვლა, მეც მინდა აქედან გამოსვლა და ზოგადად მტერმა იცხოვრა ქვეყანაში, სადაც 80% მართველი პარტია იღებს.